მარსი ქალწულში, თვითონ ქალწულის ენერგეტიკა, ეს არის ინტელექტუალური ენერგეტიკა, ეს არის წვრილმანებზე ორიენტირებული სისუფთავე. Საერთაშორის ძალიან ბევრი ექიმი ვიცი, მარსი ქალწული, ძირითადად ან ვეტერინარები არიან, ან ექიმები არიან, ეს მარსის ენერგია, ან რაღაც ყურებს რო ხრიტავენ და რაღაცებს რო აკეთებენ, ხოლმე ხშირად არის ესეთი მარსი დაკავებული, ეს ახლა Mars lom's ეკაკლია. მე საერთოდ ვინმეს. მაგრამ მარსი ქალწული მთავარი ენერგია ირთვება სისუფთავე, ენერგია ირთვება მსახურებაში, რომ მათ სურთ, რომ ემსახურონ ან გარემოს, ან რაღაც საქმეს, ხო? და ძალიან დიდი მოწესრიგებულობისკენ სწრაფვა არის. არ არის ახლა ეს აპრიორი რომ ეს ადამიანი მოწესრიგებული იქნება თუ არა, მაგრამ აი ისე უნდა ჩავთო სექსუალური ენერგიაც მოდის, როცა იმაშინ ირთვება, როცა რაღაცა მოსაწესრიგებელი არის, ან რაღაცა სუფთას და ლამას ხედავენ მაგალითად, ხო? ძალიან მოწესრიგებულს ხედავენ, ან მამაკაცში, ან ქალში მაგალითად, ხო? მას ჭირდება ამ მარსიანულ ენერგიას ჭირდება აი ეს დრაივი ქალწულის ენერგეტიკას რაც აქვს. ეს არის ინტელექტუალურობა, სისუფთავე, პრაგმატულობა, ძალიან ისეთ მაგიტომ ხდებიან ხშირად ექიმები, რომ აი მთელი ენერგია მიდის რაღაც დეტალებზე კონცენტრირებით, მაგალითად, რაღაც ჩაკირკიტება რო შეუძლიათ და უყვართ, მანდ ახლა თუ არის მარსი მეათე სახლში, იქ კიდე უკვე დამატებით ენერგია შემოდის, თხისკული, ან თუ არის მეცხრე სახლში, ეს უკვე ფილოსოფიურად იშლება მაგალითად, მაგრამ აი ფილოსოფიურად იშლება დეტალებზე მაგალითად, ხო, აი სინთეზი რო წარმოვიდგინოთ, ხო, აქ და ამას ვაქცევთ ყურადღებას. ხშირად შეიძლება იყოს კუჭნაწლავის პრობლემებიც, იმიტომ რომ თუ მაგალითად მარს ლომს შედარებით შეიძლება გულსიზრხთა პრობლემები ქონდეს, ან რაღაც ესეთი გულთან დაკავშირებული, ხო? ან ხერხემალიც არის, ხერხემალი არა, პირდაპირ ხერხემალი, უფრო ზურგის არის ზოგადად ლომის ენერგეტიკა არის პლუს კიდე და მან შეიძლება პრობლემები ქონდეთ, მაგრამ მარს ქალწულს კუჭნაწლზე აქვს ხოლმე ძირითადად პრობლემები, ან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც გამოვლინდეს, იმიტომ რომ მარსი ეს არის აგრესია, ეს არის ომი და თუ არ არის რეალიზებული მარსი იტენება სხეულში ენერგია და ის აუცილებლად მე იმ ორგანოებს არტყამს, რა ნიშნისთვისაც არის დამახასიათებელი ის ენერგია. ხო, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. თუ არის ნეგატიურად დაასპექტირებული მარსი, ეს უკვე ნიშნავს ხოლმე, რომ ადამიანს პოტენციურად აქვს შანსი ის ენერგია დესტრუქციულად იყოს გამოყენებული და შესაბამისად არტყამდეს ან ორგანოებს, ან გარკვეულწილად იმ ენერგიას, რასაც მართავს, ხო, ეს ქალწული, როგორც წესი, ეს არის კუჭნაწლავის ზონა. მეექვსე სახლში ცოტა სხვანაირად მუშაობს, თუმცა ის კუჭნაწლავის თემა. მეექვსე სახლი არის შინაური ცხოველი